სოციალურ ქსელში გიორგი აბულაძე აქვეყნებს განცხადებას, სადაც წერს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე 2025 წლიდან ის ვეღარ შეძლებს განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში მედიატორად მუშაობას. მისი თქმით, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან HR-მა დაურეკა და აცნობა, რომ 2025 წლიდან ვერ გაუგრძელებდნენ ხელშეკრულებას და შესაბამისად ვეღარ შეძლებდა მედიატორად მუშაობას. გიორგი აბულაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი ცალსახად უკავშირდება 30 ნოემბრის განცხადებას, სადაც პროგრამის მედიატორები გაემიჯნენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, გაათავისუფლეს ასევე ხელშეკრულებით დასაქმებული 3 მედიატორი, რომლებმაც ხელი მოაწერეს ამ განცხადებას. წაგიკითხავთ ნაწყვეტს მისი განცხადებიდან, ვინც მისნობს და ისის ჩემი ინტერესების შესახებ, ის მიხვდება თუ რამხელა ტრაგედიაა ეს ყველაფერი ჩემთვის. ეს არ არის რიგითი უბრალო საქმე, რომელსაც რამის სანაცვლოდ ვაკეთებდით. ჩემთვის ეს არის ღირებულებებითი სამუშაო, რომელსაც ვაკეთებდი, რადგან წამს შემიძლია ჩემი წვლილი შევიტანო უკეთესი სოციალური გარემოს მშენებლობაში, წერს სოციალურ ქსელში გიორგი აბულაძე და ამავდროულად ასევე თბილისის იუნესკოს მედია ხელოვნების დედაქალაქის პროგრამის ხელმძღვანელი ნინო კიკნაძე წერს, რომ დღეს შეატყობინეს, რომ 1 იანვრიდან თბილისის მერია მასთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტდა. ის აცხადებს, რომ ახლა როცა 500-მდე ადამიანი არის დაკავებული, დემონსტრანტები ნაწამები არიან და 54 მოქალაქე სისხლის სამართლის მუხლით არის დაკავებული. მას ძალიანერიდება, რომ წერს სამსახურეობრივ დასჯაზე, თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ ესეც რეპრესიების შემადგენელი ნაწილია და ქართული ოცნების ანგარიშწორების მასშტაბს მხოლოდ აფართოებს. ამავდროულად წერს იმასაც, რომ ის ფაქტი, რომ 2028 წელს შესაძლოა ევროკავშირთან განახლდეს მოლაპარაკებები, არის ისეთივე ტყუილი, როგორც ის, რომ ღირსებით ევროპისკენ მიდის ქვეყანა. გუშინაც არაერთმა მოქალაქემ გამოაქვეყნა განცხადება, რომ პოლიტიკური შეხედულებების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან, მათ შორის იყო თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავეს საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იყო 2016 წლიდან. ის იყო პირველი, რომელიც შეუერთდა განცხადებას, სადაც ემიჯნებოდნენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, აღარ გააგრძელონ მოლაპარაკებები ევროკავშირთან 2028 წლამდე და როგორც გიგა სოფრომაძე აცხადებს, მასაც დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ 8 წლიანი სამუშაოს შემდეგ უთხრეს, რომ მისი სამსახური საჭირო აღარ იყო და ასევე გუშინ გახდა ცნობილი ის ფაქტიც, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრმა რამდენიმე სოციალურ მუშაკს ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა და ისინი 2025 წლიდან უკვე ვეღარ შეძლებენ აქ მუშაობას.